მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. მართალია ახალი წელია და ყველას სადღესასწაულო განწყობა აქვს, თუმცა დღეს ჩვენთან შემოვიდა განცხადება დედების ფონდში და გადავწყვიტე, რომ მოვსულიყავი ადგილზე. მე აქ ისეთი მდგომარეობა დამხვდა, რომელიც თქვენ რომ არ გაჩვენოთ, ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომ მინდა ყველას გაგაცნოთ ოჯახი, რომელსაც ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება. ფაქტიურად პირველად ვარ ამ დროის განმავლობაში ესეთ ადგილას, მართლა პირველად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ოჯახს დავხმარები ვარ. ეხლა მე მინდა გაჩვენოთ ადგილი, რომელიც არის თემქაზე, კერძო დასახლებაში ყოფილი სამხედრო თუ სახანძრო შენობა. აქ ცხოვრობს 5 მცირეწლოვანი ბავშვი, არ ვიცი, ანუ სიღარიბე აღარ ქვია ამას. მე მინდა ეხლა გაჩვენოთ აქ რაც ხდება. ეს არის სახლი. აი, ეს არის სახლი და ესენი არიან ბავშვები. ფაქტიურად ღია ცის ქვეშ არიან. აი, არ ვიცი, 5 მცირეწლოვანი ბავშვი. ესენი არიან, არ ვიცი, სახელები რა ქვია? ელენე და ქეთევანი. ეს არის, ანუ ღია შენობა, რომელსაც არ აქვს ფაქტიურად არაფერი. არ ვიცი, ახლა შიგნითაც გაჩვენებთ. ანუ ესე შემოდიხარ. ანუ აი ეს არის სახლი, რომელსაც არ აქვს ჭერი, ანუ ეს არის კარდონებით და ჟეშტით არის გადახურული და ჩვეულებრივად წვიმს აქ ისე როგორც გარეთ, ანუ აქ არ არის სითბო, ერთი ფეჩის ღუმელია, ასე ვთქვათ, რომელიც ღია კედლებს ფაქტიურად ვერ ათვოს. მხოლოდ ბლოკია. ეს არის ქეთევანი, რომელიც ამ სახლში ცხოვრობს. აქვე, ანუ აი ეს არის სულ ოჯახის, ანუ 6 სულია, ერთი დედა და 5 ბავშვი. ანუ აი აქ როგორ გძინავთ? ეს ყველანი ეხლა ხანს მოგვიტანეს. ესეც არ გქონდათ? არაფერი არ გქონდა, ერთი დამტვრეული დივანი გქონდა, იმაზე გვეძინა და ერთმა კერძო პიროვნებამ გვაჩუქა ეს დივან-კრესლო და ეს დივან-კრესლო ნახა მაღაზია ოპარტმა, მერე მოგვიტანა ეს გარტიროფი და საწოყი ოფერტები აჩი საჩუქა. აი ეს. ოღონდ იქით ოთახში მიდევს. ეს კარადა ფაქტიურად. შენ ვინ ხარ, რა გქვია? ქეთი გქვია, ქეთი? ქეთი რამდენი წლის ხარ? 4 ხდები. ქეთი, ყველაზე ძალიან რა გინდა ახლა გითხარი? რა გინდა ყველაზე მეტად რომ მოგიტანოთ? ამ წუთში კამფეტები მოუტანეს. ცოტა ხანი ეყოფა. ქეთი, რა გინდა ყველაზე ძალიან? არ მეუბნები რა გინდა? კაი, შენ მოიფიქრე და შენ ეს პატარა ლეპტოპი. მართლა ემილიას რო უყურე. ტელევიზორი გვაჩუქეს და ეს დენი გვაქვს მეზობლისგან ნათხოვა. ერთი შუქი აქვს. პატარა მოიხედე, აბა ერთი წუთი. შენ თვითონაც მეუ? ეს ერთი პატარა რატო ნერვიულობ? გაუშვი დედიკო და დასვი ეგრე მეთქი იყოს. შესცივდება ეს. რა ქვია შენ? მითხარი რა ქვია? უთხარი დედა. კაი, შენ შენ მოიხედე პატარა, შენ რა მოიხედე დედა. ანის უნდა რა თავის დაიკუა ხო ეს თუ ძამიკუა ბიჭია. უნდა რა ჩააცვას და რაღაცნაირად ცდილობს. მეგობრებო, არ ვიცი, ხა მე პირველად ვარ ესეთ სიტუაციაში. აქ ისე ცივა. აი ფაქტიურად ესეთ ყველანაირ გაჭირვებულ ოჯახში ყოფილ ვარ, მაგრამ ესეთი მდგომარეობა ნამდვილად ბიჭებმაც ეგათქეს ესეთი რაღაცა. როგორც ამ ხელები მიკანკალებს, ფაქტიურად ტელეფონი ძლივს მიჭირავს, ანუ ეხლა დღეს გამოგველია შეშა თორე მაღაზია ოპარტმა მოგვიტანა 10 მეშუკი შეშა და დღემდე გვეყო. 5 შვილი ყავთ. ერთადერთი შემოსავალი მრავალშვილიანობა და სოციალური? დამიტოვეს სოციალური წელიწადი და 3 თვეა მოხსნილი, მაგრამ რატო გაქვთ მოხსნილი სოციალური? სამართების გამო. ეხლა მე გვაქვს სოციალური თანამშრომლები გამოვიძახო, ეგრევე წარმართებენ ბავშვებს და ყველა ცდილობს მაქსიმალურად, ვინც მოდის დასახმარებლად, ეს ამბავი სოციალური სააგენტომდე არ მივიდეს და ცდილობენ რომ რაღაცა ცოტა ანჭერი დაგვიფარონ ან რაღაცა ელემენტარული დაგვასმარონ, რომ მე ცოცხალი თავით ბავშვებს ვერანაირად ვერ დავთმობ. პირაობით მშიერიც გვძინებია, ბავშვებს ცარიელ წყალსაც გადაუვლიათ. არის 1-2 მეზობელი, რომელიც გვეხმარება ხოლმე, ხან ფუხსაწვდიან ბავშვებს ხან
სპორადული მეზობელი, ვინც მართლა ღირს იმასთან მეგობრობოდა და კაცებად მაქსიმალურად აი რო იყრიან პირიდან ლოქმას იცოდნენ და ჩემშვილებს აწვდიდა ხოლმე. ბევრჯერ კვირაობით ცარიელ ხალხს ერთად დაგვიძინიან და უგიც არ აქვს. ანუ არაფერი არ გაქვთ ფაქტიურად. არც საჭმელი, არც გარემო. აჰა, საყვარელო დაგივარა და ასე თქვენაირად კერძო პიროვნებები თუ მოუზმენ და რავი, ამ საახლოს ძალიან მაგრამ არ ვიცი. ყველას მადლობელი ვარ, ვინც გვერდში დაუდგა ჩემშვილებს, რომ მართლა ახალი წელი გაუთენეს ჩემშვილებს და მონატრებული ბავშვებს. თქვენ მარტო ხელა დედა ხართ, არავინ არ გეხმარებათ. არც ნათესავი ახლობელი, არავინ არ ყავს. გავს ერთი ინვალიდი და უსინათლო და მაია ასათიანის პროფილშიდაც იყო ჩემი და კინგბოქსიორმა უყიდა სახლი იმასაც კაცხში და რა უნდა დამეხმაროს და უსინათლო სახელი მამა მყავს. დედა ეხლა ხანს ნამდვილად 7 თვია რაც და მამო მიკლეს 28 წლის მამო მიკლეს ის ცოცხალი იყოს აი ერთი წუთი არ მოცხოვრებდა კონტროლირად მუშაობდა ავტობუსში და მომიკლეს. რატომ მოკლეს? მაგაცმა წაიყვანა საკეიფოდ და მომიკლეს. ესეთი ნიკოლოზობა ღამის 19 დღეს. ის ცოცხალი იყოს მე ამ სახში ერთი წამი არ მოცხოვრებდა. თავის ხელით გამირემონტებდა და თავის ხელით გამიკეთებდა ყველაფერს. ისეთი მოყავდა მე. ანუ ამ სიცივეში ფაქტიურად როგორ ძლევთ? ანუ არც ეხა შეშა დროებით გაქვთ, მაგრამ ყოველთვის არ გაქვთ. ანუ ეს არის ჩვეულებრივად ანუ ბლოკები არის მხოლოდ აი მე მინდა გაჩვენოთ აქ ისეთი სიცივეა რომ გადაღებისას ეხა ხელი მიკანკალებს იმდენად ცივა მიუხედავად იმისა რომ ღუმელი არის ჩართული რა ანთებული მაგრამ ანუ არ ვიცი ეხა ზუსტად რომ გითხრათ მისამართი ვისაც გაინტერესებთ თემქის მეორე ჩიხი მეორე კორპუსი თემქის მეორე ჩიხი მუხიანის? ნუშის მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი. ანუ ეს არის თემქაზე, ნუშის მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი. უფრო ადვილად რომ მოაგნოთ, მეგობრებო, ეს არის თემქა მუხიანის გადასახვევი. პოლიცია რომ არის, ზუსტად მანდ მარჯვენა მხარეს ამოდის ქუჩა და ამ ქუჩაზე უნდა წამოხვიდე ბოლოში და ყოფილი სახანძრო შენობა. სადაც ესენი არიან შესახლებული და ესეც არ არის თქვენი. ფაქტიურად აქ არაფერი არ არის. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველას, ვისაც გაინტერესებთ და ვიდეოს დამთავრებისთანავე დავდებ ზუსტ მისამართს. ნუშის მეორე ჩიხი, ხო? მეორე კორპუსი. ეს არის თემქა მუხიანის გადასახვევთან. ანუ პოლიცია რომ არის თემქაზე და თემქიდან რომ მუხიანში გადადიხარ, მანდ არის ამოსახვევი. აქ მეგობრებო, არ ვიცი როგორ გითხრათ, ფაქტიურად არაფერი არ არის. ახლა მე მინდა გაჩვენოთ. აი, სულ ეს ორი ერთია. აი, ეს ნაძვის ხე აჩუქეს. იქით მაგი და გვაჩუქეს და ის დილოდეს ხო ბიჭმა და ტელევიზორი გვაჩუქეს და ტელევიზორი მიდევს ისე ყუთივით შუქის გამო ვერ ურთავ ბავშვებს. შუქიც არ არის თქვენი მეზობელ. მეზობლისგან მაგრამ თქვარი ანანო შეეცოდა და ძველი ახალწლამდე გვათხოვეს. 400 ლარი მჭირდება და რავი მინებაც ორმა ადამიანმა მომცა პირობა რომ გაგიკეთებთ ჯერჯერობით არავინ არ აჩანს ჯერჯერობით. პურიც დღეს მეყიდეს გოგოებმა ამოვიდნენ კერძო ვაეკ ცხოვრობენ მუხიანის დასახლებაში ეს გოგოები ამოვიდნენ პური მორაბა რაღაცები ეხლა ამოაწოდეს ბავშვებს. ეს პატარა რამ ხელაა? წლის და 5 თვის. წლის და 5 თვის. ანუ 5 ბავშვს როგორ ყვებავთ? აი რითი? აი ესე თუ გვაჭრიან ვინმე რამეს თუ რა ისე. თუ არ მოგაწევს 50 ლარი, რავი თვითონ თქვენდე არ ყოფნის, არაფერი არ ყოფნის ხო? თუ არ მოგაწოდეს თანხა, ანუ საჭმელიან. და ბევრჯერ ცარიელა წყალზე და ცარიელა ჩაიზე დაუძინებია ჩემშვილებს. უფროსი ბავშვი რას შვება? სწავლობს ანუ რო ვერ მივიყვანე სკოლაში წელს. ვერცეთი რომ არ მქონდა საშუალება, ტანსაცმელი არ მქონდა, ფეხსაცმელი არაფერი არ მქონდა. ესაც არის სახში ის. ანანო წელს პირველად რომ მისულიყო და დედამიწა სკოლაში ვერ მივიყვანე. ელემენტარული ფეხსაცმელი არ მქონდა და აი რამე რო ჩამეცმია ბავშვს და ჩამთა არ მქონდა.
მე არ ვიცი როგორ გთხოვოთ ყველას დახმარება, მე მინდა გითხრათ რომ ამ ოჯახს ჭირდება ყველაფერი, მათ შორის თანხით დახმარება, მითითებული არის ლაივზე ყველანაირი ნომერი, როგორც შეიძლება რომ კაპანაძეების ოჯახს დაეხმაროთ, უნდა მიუთითოთ დანიშნულებაში კაპანაძეების ოჯახი, ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი რომ თავად მოხვიდეთ, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ მის სამართს, ეს არის თემქა მუხიანის კვეთა პოლიციასთან არის ამოსახვევი ნუშის ქუჩა, მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი, ყოფილი სახანძროს შენობა. ეს არის ადგილი, არ ვიცი, მე კიდევ ერთხელ გავალ გარეთ და გაჩვენებთ, აი ფაქტიურად ძლივს მოვაგენი ჯერ, აი ეს ადგილია, სადაც არის აი ეს სახლიც არ არის, არ ვიცი მეგობრებო ეს რა არის, აი ზუსტად ეს ადგილია. აი აქ სადაც ღია ცის ქვეშ არიან ფაქტიურად, იმიტომ რომ წყალი ჩვეულებრივად ჩამოდის, როგორც გარეთ, აი ეს ერთი ონკანი არის აქ არ არის არც შუქი, არც გაზი, არც წყალი, აქ არაფერი არ არის ფაქტიურად და აქ ცხოვრობს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ყველაზე მძიმე და რთულ პირობებში. მე ვიმეორებ მის სამართს კიდევ ერთხელ, ვისაც გაქვთ სურვილი მოსვლის, თემქა მუხიანის გადასახვევი პოლიციასთან, ნუშის ჩიხი, მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი, ყოფილი სახანძროს შენობა, კაპანაძეების ოჯახი. არ ვიცი, ყველას გთხოვთ, რომ დაეხმაროთ ამ ოჯახს, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად არ ვიცი, ხედავთ რა პირობებში ცხოვრობენ 5 მცირეწლოვანი ბავშვი. ეს პატარა როა, რით იკვებოთ, ანუ ამას ხო თავისი კერძო აღარ ჭირდება არაფერი. ყველაფერს აჭამს. ეს ისეთი ეშმაკუნა, ძალიან ახავს დაიჭერს ხოლმე როგორც ვაში ისე კრიჩოს. აქ არის კიდევ 3 ბავშვი, ისე 5-ნი არიან სულ. აი ქეთევანი. ქეთევან რას აკეთებ გითხარი აბა? თამაშობ, რითი თამაშობ, რა გაქვს აბა? აი რაღაცეები აქვს, ვინ გაჩუქეს ესენი? ვინ არ გაჩუქა? ჩერნოვიცკის ფონდიდან არ მოგიტანა და ბატონმა დავითმა? აი ეს მეორე, შენ რა ქვია? დათუნა, რამდენი წლის ხარ? 3 წლის არის დათუნა, აი. ძალიან საყვარელი არის დათუნა. ეს შენ ვინ ხარ, აბა შენ მითხარი? ანი ქვია და 6-ის თქოს. ანი ქვია და 6 წლის არის, სკოლაში არ წავიდა. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ყველანი შევაგროვებთ იმისთვის, რომ ანი წავიდეს სკოლაში, ისწავლოს და კონდეს ნორმალური განათლება. ანი აუცილებლად უნდა წავიდეს სკოლაში. ანი რა გინდა ყველაზე ძალიან ხა შენ გითხარი? საჭმელიდან? ყველაფერი რაც გინდა, შენ მითხარი, შენ თვითონ. თუ გინდა საჭმელიდან მითხარი, რა გინდა? ან მაშინ მითხარი სათამაშოებიდან რა გინდა ყველაზე ძალიან? სათამაშოებიდან? ხო, საყვარელი. აი საჭმელიდან გეტყვენ, ლობიო. ლობიო გინდა? ლობიო უნდა, კიდე რა გინდა? კიდე მე ჩაგიშვით ეღონდა, აბა თუ იტყვი შენს. აჩიკოს ვეჩხუბები ხოლმე ემილიას ვერ უყურებ. კიდე Wi-Fi მინდა. Wi-Fi გინდა? ჩემს უნდა და ჩემს მინდა რომ შემოყვანა. კაი, ახლა იცი რა მითხარი, ანი აქ სად გძინავს ხოლმე, შენი ადგილი რომელია? იშლება და აქეთ მძიმე. ვისთან ერთად გძინავს? მარტო ხო არ გძინ? კიდე ყოველ ის დიდი ძმა აისაც იშლება და აფწობა ხოლმე. ის დიდი იშლება. ვუი, მე რას ლაპარაკო? ალისლება გატყვევს. ეს არ იშლება, ის იშლება და ის დივანი. ორი ან დივანი და სავარძელი იშლება და ფაქტიურად აქ იძინებენ. არ ვიცი, როგორ გითხრათ. ეს ადგილი მინდა გაჩვენოთ კიდევ ერთხელ. ფაქტიურად შეუძლებელია აი აქ ცხოვრება, ანუ იმდენად ცივა და იმდენად ყინავს აქ, რომ თუ შეშა არ არის, მართლა არ ვიცი როგორ ცხოვრობენ. ნუ აცმე მაგდეს და ისე და ზაგერეთი პარკი დამიგრო და წყალი ვერ მოვიყვანე. ანუ როგორ რეცხავთ ანუ ამ სარეც სივწყალში? ხელით სივწყალში. აი არ ვიცი. მე მინდა გითხრათ ყველას
მოდი აბა შენ ჩემთან, მოდი. მოდი ანანო. აი ეს არის ანანო, რომელიც არის ძალიან კარგი გოგო. ეხა გავიცანი და მე პირველად ვარ ესეთ სიტუაციაში და ესეთ მდგომარეობაში და ჩვენ გვჯერა რომ დედების ფონდის ერთგული ადამიანები ვინც ხართ, აუცილებლად დაგვეხმარებით. ანანოს ძალიან უნდა ბევრი რაღაცები უნდა მართალია, მაგრამ ძალიან მცირედი მაინც რომ შევაგროვოთ და მოუტანოთ, კარგი იქნება. ანანო გლობიო რო გინდა გავიგე, მაგრამ კიდე რა გინდა? კამფეტები არ გინდა? არ გიყვარს? კამფეტებიც მინდა კიდე და სათამაშოები და უნდა წამოთ. რომელი სათამაშოები? აი რითი გინდა რო ითამაშო, გითხარი. მაგვიტანა ხალხი. რომელი გინდა რო ითამაშო? კიდე თოჯინები. თოჯინები გინდა? აგე ერთი გოგონა მაქვს. ერთი თოჯინა ყავს მხოლოდ ანანოს და უნდა რომ კიდე გქონდეს თოჯინები და ძალიან გთხოვთ ყველას რომ დაგვეხმაროთ. ქეთევან, შენ რა გინდა? ვეფხვი? ქეთევანს უნდა ვეფხვი, სათამაშო რბილი ალბათ. არ ვიცი. ვეფხვი კიდე დიდი სათამაშო ყაკაი. აი, იგე გქონი ერთი. დათუჩა, შენ რა გინდა? შენ გითხარი. მანქანები ბევრი. მანქანები გინდა? კიდე რა გინდა? პიპია გინდა. დათუნას მანქანები და თოფები უყვარს. მანქანები და თოფები უყვარს. საჭმელი რა გინდა? ეგ მითხარი რომ მოგიტანოთ. კალბასი, სულ კალბასი და სოსისი. სუე გუნდა? პუსკი არ აყოლებს. ისე ჭამს სარიელს? ხო, დანესა. მე მეგობრებო, არ ვიცი, ყველას მინდა გთხოვოთ, აი ამ მცირეწლოვანის რამდენი 4 უკვე აქ არის და ერთი ყავთ კიდე 12 წლის ძმა, რომელიც ეხლა არ არის სახლში. არ ვიცი, ძალიან გთხოვთ ყველას დახმარებას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ მის სამართს, ვინც ეხლა შემომიერთდით. ეს არის თემქა მუხიანის გადასახვევი. პოლიციასთან არის ამოსახვევი ნუშის ქუჩის მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი, ყოფილი სახანძრო შენობა, სადაც ეს ბავშვები ცხოვრობენ. კაპანაძეების ოჯახს ალბათ ყველა მიგასწავლით. მე გეტყვით რომ ვიდეოს დასრულებისთანავე დავწერ ასევე კიდევ ერთხელ მის სამართს და ძალიან გთხოვთ ყველას რომ დაგვეხმარეთ. რაღაცნაირად მცირედიც რომ შევაგროვოთ. ფაქტიურად ტანსაცმელი სათამაშოები ცოტა თანხა და ანუ ეს ოჯახი ფაქტიურად ცოტა ხანი მაინც ამოისუნთქებს და იცხოვრებენ ნორმალურად. აქ რამდენი ხანია ცხოვრობთ? ერთი წელი მაისში გახდება. მანამდე სად იყავით? ისნის გამგეობას შევეჭერი, საგზავნოში ცხოვრობდით ჩვენ ქირით და გაყიდა მე პატრონი მდინა. შევედით ფაქტიურად ქუჩაში. შევეჭერი ისნის გამგეობას პირადად, შევედი, იმიტომ რომ ისნის გამგეობაში მაქვს პირადობა. იო გადაგიყავ ქირით და გაკომაყოფილი. 4 დღე გაგვაჩერეს სასტუმროში. მე 5 დღეს გვიშვებეს პირადად. დამიჯერებთ თეთრიანი არის გადავუსწიოთ. როცა თვითონ იყვნენ ვალდებულები გადაეხადათ. და გამომიყვეს ერთერადი 700 ლარი. ისიც თვენახევრის მერე ძლივს და მე პატრონი უკვე ფაქტიურად მახჩობდა რომ აი რა შვებია, რატო არ გირიცხავენ თანხას და ბოლოს დაურეკე ბატონ კახას გამგებელს. დამალაპარაკა თავის მოადგილე ნათია თუ რა და იმ დღეს რომ აქ მამამ გააკეთა ეს საღიმელს ან ქირე გადამიხადეთ ფაქტიურად ქუჩაში ვრჩებით. ან ამოვალ და ვიშიმშილებ თქვენთან მეთქი და დაუჭდები 5 ქუჩას. აკურავ თავ შესაფარი კი არა, მოკლედ ისეთი აი უკანასკნელი დონეზე გამომიწყეს რა. და იწოლებული გახდი 700 ლარი რომ დამირიცხეს ერთჯერადით. ახლა იქიდან ერთი თვის ქირა მივეცი და ფაქტიურად მეორე თვის გადასახდელი მქონდა. რა თანხასი ხდიდით? 400 ლარს ვიხდით. გამოგვიშალე პატრონი და ბოლოს ძლივს კიბის ქვეშ გათენებას ვიპოვე ეს ადგილი. მე აქ ერთი კარგი ქალი ცხოვრობს, იმან ნათხოვარი ლურჯი პალატები რო არის. ის გამოვაფარე და აი ოქტომბრამდე აი პალატის ქვეშ მყავდნენ ბავშვები. ნოემბერში ძლივს მე მრავალშვილიანობა რო დაირიცხა, ვიყიდე ეს ცოტა ის კარტონები მოვიტანე, ეს ცოტა შეშტივიდე და მე და აჩი დავაფარით ჩვენი ხელით და არ არის სწორად დაკმული და ნახევარი უნდა ჩამოდის წყალი. ანუ ფაქტიურად აქ არ არის ასევე შუქი, ანუ ელექტროენერგია. აი ეს ერთი ნატურა არის, რომელიც მეზობლისგან ყავთ.
გამოყვანილი. აი არ ვიცი, ფაქტიურად ბავშვებს არაფერი არ აქვთ, აი ახლა ამ ყინვაში მე თვითონ მცივა და ეს როგორ არის? ქეთევან არ გცივა შენ ესე რო გაცვია? ფეხებზე არ გცივა პატარა მე ჩვენ. მე მინდა ყველას არ ვიცი როგორ გთხოვოთ, აი ეს არის ამ ოჯახის შემოსავალი 250 ლარი მხოლოდ ფაქტიურად სხვა არაფერი. ანუ ესეც კეთილმა ადამიანებმა მოაწოდეს რაღაცა პროდუქტი, ეს ავეჯიც, აი ესეც და აი ესე ცხოვრობენ აქ 6 ადამიანს ძინავს ამ დივანზე და ამ სავარძელზე 6 ადამიანს. ფაქტიურად ისეცივა მეგობრებო როგორც გარეთ. ეს ღუმელი ეხა ცოტა ხანი გაათბობს, მაგრამ შეშაც უკვე უთავდებათ და მერე უკვე როგორ იქნებიან და როგორ იცხოვრებენ, არ ვიცი, არავინ არ იცის. ეს არ ვიცი, ანუ რას აპირებთ ახლა? ესე როგორ უნდა იცხოვროთ? ჩერნოვიცკის ფონდმაც გვითხრა რომ რაღაც ფიცრები გვაქვს და მოგიტანხო და იმ ქალბატონს ფამრიკო ქვია. ჭერსო მე იმას 300 ლარამდე შეგროვდაო და ჭერს მე დაგიხურავდი და დღეს საერთოდ არ დაურეკი, არ ვიცი რა. გუშინდელამდე სულ მე რეკავდი რომ აი თითქმის მასალის პული შეგროვილია, მასალის პული შეგროვილია და დაგიხურავ და ორბოლს მე წავიყვან ჩემთან ჭერში ვავხდითო და დღეს ჯერჯერობით არავის არ დაურეკია მაგთემა. შეშა როცა არ გაქვთ რისი თბებით? შეშა როცა არ მაქვს რა ძველ რაღაცებს ვთქვი ხოლმე. და ათბობს ეგ? ჩაღლია საყვარელი. მე ანანო მიშვილა და ანანოს გასდიხია და მე ხარ ვაგდებთ. ფაქტიურად მეგობრებო, ბავშვები გამოყვათ და იმათმა გაზარდეს და ეცოდებათ ახლა გაგდება. თქვენ სახელს კითხულობენ, თქვენ რა ნინო კაპანაძე, ხო? ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არის თემქა მუხიანის გადასახვევი, ნუშის ჩიხი, მეორე ჩიხი, მეორე კორპუსი, ყოფილი სახანძროს შენობა. არ ვიცი, თემქაზე ალბათ ყველა მოგასწავლით და მუხიანშიც ამას. ეს არის პოლიციასთან არის ამოსახვევი, ვისაც მიოსთან რომ მოვიდონ ნებისმიერი მოასწავლეთ. ხო, ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი რომ მოხვიდეთ და რაღაცა გააკეთოთ, აი არ ვიცი, ძალიან მცირედიც კი მნიშვნელოვანია. მე ყველას ასევე გთხოვთ, რომ ცოტა თანხაც რო შევაგროვოთ, ასევე შეშის ფული სახლისთვის, რაღაცები რომ იატაკი მაინც გქონდეთ, აი ჩვეულებრივად ყინავს აქ, აი ეს არის ბეტონის იატაკი, მიწა არის ფაქტიურად, აქ არაფერი არ არის სხვა. ხო, თვითონ ან ეს ბლოკები არის და აი ძალიან ცოტაც რო შევაგროვოთ იმისთვის რომ აი თუნდაც ეს ნორმალურად გქონდეს ჭერი, ასევე გქონდეთ ელექტროენერგია, რომელიც 400 ლარი უნდა რომ გამოიყვანოს და აი ეს ღუმელი ასევე რომელიც უდგაცდათ ჯერ შეშა უთავდებათ, ანუ მაგიც მოსაგვარებელია და სითბო ექნებათ ამ ბავშვებს. ჯერ ახლა დაიწყო ზამთარი, ფაქტიურად 2-3 თვე კიდევ ესეთი ყინვები იქნება და 5 ბავშვი არის ამ სახლში. და ძალიან გთხოვთ რომ რაღაცნაირად დაგვეხმაროთ, ყველას გთხოვთ. მე მინდა რომ დაგემშვიდობოთ ახლა და არ ვიცი, თქვენს იმედად ვართ, მითითებული არის ყველა ანგარიშის ნომერი და უნდა დაწეროთ კაპანაძეების ოჯახი, რომელიც არ ვიცი ძალიან საჭიროებს დახმარებას. აქვე გეტყვით, რომ ვისაც გაქვთ ბარათები და თუნდაც იმყოფებით საზღვარგარეთ, შედიხართ ფონდიჯიზე, უთითებთ კაპანაძეების ოჯახს და ურიცხავთ თანხას. დანარჩენი, ვისაც კიდევ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ და რამეს ვერ გაიგებთ, მოგწერეთ პირად ჩატყობინებაში და ჩვენ ყველას გიპასუხებთ აუცილებლად და ყველას რაღაცნაირად გაგცემთ სწორ პასუხს, ზუსტ პასუხს, სად უნდა მოხვიდეთ და როგორ უნდა დაეხმაროთ ამ პატარებს. ქეთევან ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება როგორ მოვიდეო და რა მოუტანაო და გითხარი აბა რა გინდა რომ მოგიტანონ. ანუ აქ არ აქვთ შუქი, არ აქვთ ინტერნეტზე და რაიმე ტექნიკაზე საუბარი ზედმეტია, ბავშვებს გასართობიც არაფერი აქვთ, რაღაც სათამაშოებს თუ მოუტანენ. ანანოს ნატრა აქვს ლეპტოპი ან შეტი მაინც ქონდეს თავის თვითონ უყუროს ვიდეოებს. ადრე სხვა ტელეფონი მაჩუქეს, მე დამეწვა ის ადრე ჩვენ ტელევიზორში ვიყავით განსხვავებული აქცენტებში, ეგაკეს და პოსტკარტულში მაშინ გვაჩუქეს კარგი ტელეფონი.
და იქ სულ უყურებდა ხოლმე ემილიას და ინგლისურ ანტალს ცდილობდა რომ ესწავლა. და ეხლა რომ ამ ტელეფონზე რომ არ არის იმ დონეზე ინტერნეტი, ძალიან უჭირსა უკვე. ორივე ტელევიზორი აჩუქეს ეხლა ხალხს ვერ უხდარ დენის გამო. დენის გამო, ანუ ტელევიზორი აჩუქეს, მაგრამ იმის გამო რომ შუქი არ არის, აქ ფაქტიურად ვერ იყენებენ ვერაფერს. მე ბოლოს ვიდეოს დასრულების წინ მინდა ყველას გითხრათ და გთხოვოთ, რომ მართლა არაერთ ოჯახში ყოფილვარ და არაერთი ადამიანისთვის მithოვია თქვენთვის დახმარება. მაგრამ ეს ოჯახი, რომელსაც მე ვხედავ და ვუყურებ და აი ფაქტიურად აი აქ ცხოვრობენ, აი ამ ყინვაში, სადაც თოვლიც კიდევს, ფაქტიურად აქ არაფერი არ გააჩნიათ. მე არ ვიცი როგორ შეიძლება ყველას მოგმართოთ თხოვნით და მოდი ტელეფონი და ველოსიპედი გინდა საყვარელო, მოდით ჩემთან, აბა რა სჭამა ჩვენ? ჩირჭა? მოკლედ, ანანო ხარ ხო შენ? ხელები რატო გაქვს ეგრე შავი, მაჩვენი აბა როგორ იმე ვისაც დედების ფონდისთვის თუნდაც 50 თეთრი მაინც შეგიწირავთ და იცით რამდენი ადამიანი გადაგვირჩენია და რამდენი ოჯახის ცხოვრება შეგვიცვლია, ყველას ძალიან გთხოვთ, რომ აქ მითითებულია ყველა ნომერი, რითიც შეიძლება ჩვენ შევიძინოთ შეშა, შევიძინოთ უბრალოდ გავუკეთოთ ელექტროენერგია, რომ ბავშვებს შუქი მაინც ქონდეთ და ცოტა სითბოში მაინც იყვნენ. ძალიან გთხოვთ ყველას. დღეს მე მესმის, რომ არის ახალი წლების პერიოდი, ყველას გვაქვს საახალწლო განწყობა დღესასწაულია, მაგრამ ჩვენი რეალობაა სწორედ ეს, რომ ზუსტად აქ ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში ერთ ოთახში ცხოვრობს 6 სული, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც არის ფაქტიურად ყინვაში. მე გეტყვით, რომ აი აქ ეხლა ვარ სრულიად შოკში, იმიტომ რომ ვარ გაყინული და მე ვიცი, რომ აქედან წავალ და ეს ბავშვები რო ვერ წავლენ, არ ვიცი როგორ უნდა დარჩნენ, მართლა არ ვიცი. ამიტომ ყველას გთხოვთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, რომ 5 მცირეწლოვანი ბავშვი არ დარჩეს ლუკმაპურის garaშე და არ დარჩნენ სითბოს garaშე. მე ვიცი, რომ ჩვენ გვენდობით 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი, რომლებიც სხვისი სიცოცხლისთვის იბრძვით ხოლმე და მე გეტყვით, რომ შესაძლოა ამ ბავშვებს დაავადება არ აქვთ, რომელიც სასიკვდილოა, თუმცა ეს ბავშვები მართლა ცხოვრობენ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში, სადაც ყველი წუთი მნიშვნელოვანია და არავინ იცის ხვალ როგორ იქნებიან. ამიტომ ყველას გთხოვთ დახმარებას, მითითებულია ყველაფერი, როგორც შეიძლება რომ დაეხმაროთ და თუ ვინმეს რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, მოგწერეთ. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა, ვინც ხართ ჩვენს გვერდით. ფაქტიურად თქვენი წყალობით შევძლებთ, რომ ყველაფერი გავაკეთოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.